მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს ქვემო ქართლიდან მარნეულიდან დღეს აგრ მუსტაფაევი მე ნინო სულაძე ვიმყოფებით ვხვდებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს რა თქმა უნდა პრობლემატიკა როგორც მთლიან საქართველოში მარნეულშიც იგივეა მაგრამ დამატებით უმუშევრობას ემიგრაციის დონეს სერვისებზე წვდომას ემატება ცხადია ქართული ენის ბარიერის პრობლემა მაგალითად მოსული საზოგადოება და შეხვედრა ახლაც მიმდინარეობს მუდმივად წუხან იმაზე რომ ქართული ენის სწავლების მმართველობით არის ძალიან დიდი ჩავარდნა საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით ქალის შრომა უფრო მეტად არის ქვემო ქართლში ეთნიკურ უმცირესობებში მათ სახლში უწევთ შრომა სადაც არ არის ხშირად გამართული ინფრასტრუქტურა არ არის წყალი არ არის გაყვანილობა და ორმაგად და სამმაგად უფრო რთულია მათთვის ძალიან მძიმეა სწორედ ენის ბარიერის გამო წვდომა თვითმმართველობა ერთეულთან თუნდაც საჭირო ანუ ენის სწავლა უნდა და ამის შესაძლებლობა არ არის ამის თქმა უნდა ამის თქმა გსურთ პირველ რიგში ის რომ საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ქართული ენის სწავლების პრობლემა აქვს თვითონ ადამიანებს ისინი არიან ქართული აზერბაიჯანელები რომელთაც სურთ რომ ენა იყოს შესწავლილი იმის გამო რომ ქართული ენის სრულფასოვანი ხო და ამას გეკითხებით სურთ და ვერ ახერხებენ რა თქმა უნდა სწორედ ამის გამო მე მათი შვილები მიდიან საქართველოსთან მაგალითად მიდიან აზერბაიჯანში ბაქოში აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებს და ეს ადამიანები ვერასოდეს ვერ შეულობენ სამსახურს თვითმმართველ ერთეულებში თუნდაც აი ამ ადამიანებს ჩვენ ვეხმარებით მაგალითად საკრებულოს დონეზე ჩვენი წარმომადგენელი აგრ მუსტაფაევი მუდმივად საჩივრების შედგენაზე განცხადების დაწერაზე ანუ მათი ჩართულობა არის ძალიან რთული განსაკუთრებით ქალების გარდა ამისა აი მაგალითად ახლა იუსიპოვების ოჯახი ყავს წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე რომლებიც არიან ეთნიკურად ქართული აზერბაიჯანელები დაბადებული საქართველოში დაბადებული მარნეულში შემდეგ მათ დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა წავიდნენ სხვა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანი პენსიონერი ოჯახის წარმომადგენელი არის დიალიზ დამოკიდებული და ყოველდღიურად უწევს თანხის შეგროვება დიალიზისთვის საქართველოს მოქალაქეობას ვერ იღებს რაღაც ბარიერები არის მისთვის და მოსულია მაგალითად დღეს ამ შეხვედრაზე და გვეუბნება რომ დიალიზს ვეღარ გაიკეთებს იმიტომ რომ ამდენი თანხები არ გააჩნია თუ ლავანებოთ თავი იმას რომ ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია დღესაც 21 საუკუნეში ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი პრობლემა წყალთან დაკავშირებით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ეს არის შრომელი ხალხი, რომელიც მუდმივად საჭიროებს ყურადღებას იმ თვალსაზრისით, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას ხელისუფლებამ. გარდა ამისა, მათ აწუხებთ მომატებული კრიმინალის ფონი. დღესაც ნახეთ, ხო, კრიმინალური ფაქტი მოხდა ძალიან მძიმე სამწუხარო მარნეულის რაიონში. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის რამდენიმე ადგილი, სადაც მუდმივად რამის არის ყოველ წელს ტრაგედიები ხდება და სასაკლაოდ არის გზები გადაქცეული განსაკუთრებით არასრულწლოვანი ბავშვებისათვის და ვხედავთ ერთი და იგივე ადგილებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე ამას ემატება რა თქმა უნდა უმუშევრობა ემატება ის რომ ახალგაზრდები მიდიან ვერ პოულობენ თავის ადგილს კი ბატონო ლანა ეს არის თქვენ ბოლო პერიოდში ვთქვათ აქტიურად დადიხართ ეს ვთქვათ ასე საჯაროდ რა ფარგლებში არ გითქვამთ მაინც ეს თქვენი ყოველდღიური საქმიანობაა თუ ახლა კონკრეტულად რაღაცნაირად გადაწყობილია პარტია მომავალ არჩევნებზე და ამ ეგიდით დადიხართ რეგიონებში ისეთ დიანა პარტიისათვის ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია რომ მუდმივად იყოს საარჩევნო გზატყოფნაში მაგრამ ჩვენ მუდმივად მთელი წლის განმავლობაში გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან ჩვენ პოლიცსაბჭოს წევრები თავად ვართ კონკრეტული მხარეების კურატორები მე მაგალითად ქვემო ქართლის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე სხვა რეგიონებში არ დავდივარ თქვენ ხედავთ ალბათ ხომ ჩვენი წარმომადგენლები ჩვენი გენერალური მდივანი ირაკლი ყუპრაძე ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი და გემდივნის მოადგილე ოთო ფარულავა ბექა ბერიძიშვილი ფიქრია ჩიხრაძე გიორგი სიორიძე ვატო სურგულაძე ჩვენ სულ გასულები ვართ რეგიონებში
გარდა იმისა, რომ არის მუშაობა თვითონ ცენტრალურ ოფისში, ჩვენი წარმომადგენლები პარალელურად არიან სხვადასხვა კუთხეში და ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას. დღეს რადგანაც აი ქალთა საკითხები და ქალთა გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ ადგილებში, ჩვენ ჩამოვედით მარნეულში და შევხვდით ადამიანებს და თან აი რა გინდ პარადოქსული არ უნდა იყოს და ძალიან სამწუხარო 100 წელზე მეტი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან და თქვენ ფარიხანუმ სოფიევას ისტორია მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, ხომ? პირველი ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალი მთელს მსოფლიოში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩა დეპუტატად. ეს არის პირველი მუსლიმი ქალი. და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში აზერბაიჯანელი ქალების გაძლიერებაზე 110 წლის შემდეგ, ეს ნამდვილად სირცხვილი არის. მაქსიმალური ჩართულობა, მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში, მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი პოლიტიკური აქტიურობა არის ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით როდესაც ჩამოსულიყავ და ვხედავთ ამ. კი ბატონო, ახლა მინდა რომ ვილაპარაკოთ რაც ხდება დედაქალაქში, ეს არის დაკავებების სერია, ერთის მხრივ რაც უკავშირდება სოციალურ ქსელში ეს თქვენ გაკეთებულ პოსტებს და მეორე მხრივ რაც უკავშირდება ასევე შეურაცხყოფელი ბანერები, ასე იქნა, ეს ვთქვათ, ფორმულირებული დაკავების მიზეზი თბილისში. იცით რა არის ქვეყნის მთავარი და უზენაესი კანონი გახლავთ კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციით არის დეკლარირებულად დაცული შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის აზრის აღსარებლობის თავისუფლება. თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა წარმომადგენელს სხვადასხვა ჯგუფისა. განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მე რომ არ ვეთანხმები, მაგალითად, პირადად ლანა გალბავა, ჩემზე დაწერილ კონკრეტულ რაღაც განცხადებას, კონკრეტულ პასკვილს შეიძლება, ან ვიღაცის აზრს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი არის დასაკავებელი. ეს დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა აზრი არსებობს, რა თქმა უნდა, თუ კრიმინალის ნიშნები არსებობს, თუ დანაშაულებრივი შემადგენლობა არსებობს, ეს დანაშაულების შემადგენლობა ჩდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ან სისხლის სამართლის კოდექსში, აქ არავინ არ საუბრობს კრიმინალზე არ რეაგირებას, მაგრამ კონსტიტუციით დაცული უფლების არ განხორციელება და ხელის შეშლა ეს არის აბსოლუტურად უგულვებელყოფა დემოკრატიული პრინციპებს. აი პირადად გეუბნები, წერს ადამიანი კონკრეტული თუნდაც ჩემს რაღაცას არ მეთანხმება. ეხლა ვინც ტელევიზიით მე მიყურებს, ყველა კი არ მეთანხმება. ყველა ჩემი პარტიისა, ჩემი კოალიციის მომხრე კი არ არის. ყველა ჩემ აზრს კი არ ეთანხმება, მაგრამ მან რო რაღაც დაწეროს სოციალურ ქსელში, ეს დასჯადი ქმედება ხო არ უნდა იყოს. ეს არის ცენზურა, რასაც გამოვეკეცით საბჭოთა პერიოდიდან. უკან რატომ ბრუნდებით, რატომ ვაბრუნებთ ამ პერიოდში, ხო? წარმოუდგენელია ახლა. აი ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს არის მარაზმი, რაღაც საკანონმდებლო ვითომ ბაზის გამოყენებით და არ გამოვა ეს ყველაფერი. ეს ხალხი არის თავისუფალი ხალხი და ჩვენ აი გენეტიკაში, ტრადიციებში. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა. კი ბატონო, ლანა, კიდევ ერთი თემა, რომელზეც მინდა რომ შეკითხვა დაგისვათ, ეს ეხება დღეს უკვე რეესტრში გაატარეს ეს ჯგუფი, რომელიც სიწმინდეების დაცვის სახელით ემზადება, მათ შორის ციხეში წასასვლელადაც არის მზად. ძალიან ძიმია ეს ყველაფერი, პირდაპირ დავარქმევ სახელს. სახელი ქვია ძალადობრივი ჯგუფების შექმნის სახალისება. ეხლა მე არ ვიცი, ქართულ ცნებაში შეიძლება ვიღაცა არასერიოზულად უყურებს ფაქტს და ვიღაცას გონია, რომ როგორც იქმნება ისევე შეუზღუდავენ არიას, შეიძლება ეს მოსაზრებაც არსებობს, მაგრამ იმედენად საშიშია ასეთი პრეცედენტის დაშვება. იმდენად საშიშია, რამდენ ადამიანს მანკიერი გონებით ეს მიცემს იმპულსს და წაახალისებს ძალადობის, ეს არის უკვე სამოქალაქო აქტივისტების ხალისების ერთ-ერთი მცდელობა. და ეს ძალიან სერიოზულია. ეხლა მე როგორც ქალი, მე როგორც დედა და ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც ყავთ შვილები, რომლებიც ასევე იქნებიან ქუჩებში და ასევე იქნებიან დაუცველები ძალადობის წინააღმდეგ.
არ შეიძლება რომ აი ამ თემებით манипуლირებდე და აი ამ თემებით გამოდიოდი ქუჩაში. ხა ჩემზე მეტად უყვართ ნოდარ დუმბაძე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. მისი ნაწარმოებები, მარადისობის კანონი, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები არის ჰელადოსი და ეს ვენეციის გზატკეცილი და აი ეს ყველაფერი. და საერთოდ საკითხულია ზოგიერთ ადგილას ნოდარ დუმბაძე, მაგრამ რაღაც გამონათქვამების გამო, ქუჩაში გამოხატული პროტესტის გამო, სოციალურ ქსელებში დაწერილი განცხადებების გამო, რომ ბანდფორმირებები იქმნებოდეს, ეს 90-იან წლებში ჩემს ბავშვობაში იყო და აი ეს ტრაგიკული მოვლენები ამ ყველამ განვიცადეთ, ყველამ. რისთვის ჭირდება საერთოდ ამ თემის, ამ ჯგუფის შემოტანა ხელისუფლებას, რომელიც ეს მისი მეგობრები არიან, მათი ფოტო გალერიიდან ეს ვთქვათ, დასკვნა არის ძალიან ცალსახად აშკარა. აი რაში სჭირდება ამ ჯგუფის შემოყვანა, როდესაც მის ხელშია სხვა ეს თქო თელი სახელმწიფო მანქანა. აი რას მატებს ეს? მათივე მომხრეებმაც ვერ გაიგეს სხვათა შორის. იცით რა არის? მოდით ვთქვათ ჯერ ესე, რომ ქართული ოცნება დაუშვათ საქმის გულში არ არის, რას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დაანონსეს ასეთი ჯგუფების შექმნის საკითხი. მაგრამ ქართული ოცნება ჩაერია ამ საკითხში, დაინახა საფრთხე, აღკვეთა ასეთი დაჯგუფებას უწოდებთ ამას, შექმნის მცდელობა და თუ არ აღკვეთა, და თუ აქ საფრთხე ვერ დაინახა, ამ შემთხვევაში თანამონაწილე არ გახდება იმ ძალიან მძიმე შედეგების, რაც ამის შედეგად დაიდება. აი ეს არის საზომი. თუ არ ხარ თანამონაწილე, მაშინ რატო არ რეაგირებ? და თუ არ რეაგირებ, ესე იგი შენი პასუხისმგებლობის ფარგლებში დანაშაულს ჩადიხარ და პირდაპირ გეუბნებით გრძნობ ამ საფრთხეს. ჯერ არ შეიძლება მისი აზრის გამოხატვის წინააღმდეგ შეიქმნას ორგანიზებული ჯგუფები. ლანა, მადლობა. იქ ამბობენ, რომ ჩვენ ციხეშიც კი წავალთო და იქ და ადამიანები, რომლებიც ძალით და თავისი ფიზიკური მომზადებით აღემატებიან ხო რიგით ადამიანებს. ეხლა მაგათი ერთი დარტყმა დაუშვათ ქუჩაში, უდრის სხვა ადამიანის რაღაც მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღით რომ ვიღაცა გამოგეკიდოს. აი ასეთ რაღაცას რატო უშვებს? ქართული ოცნება მე არ ვიცი და აბსოლუტურად მათ მომხრეებშიც განსხვავებული პოზიციები და აი სტატუსები რაც წავიკითხე, რომ მათაც დაინახეს საფრთხე. ძალიან დიდია საფრთხე და რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრ ადამიანს საახალისებს, ძალიან ბევრ შეიძლება რაღაცა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანსაც რაღაც ნეგატიური მუხტს მისცემს, არ მოეწონება ვიღაცას. კი ბატონო, მადლობა. 90-იანი წლები და ბოლოს დასრულდა ხალხის დაპირისპირებით. აი ძალიან ძიმია ეს. კი ბატონო, მადლობა.